აი ახლა ნახეთ, უკვე მოგსოვე მე ის რიგები, რაც გითხარით მატების გარეშე და მოვედი აი წაღმა რიგზე ვარ. ესე იგი, მე რო თქვენ ესე იგი ერთად გსოვდეთ ბოლოს ეს იყო აი ეს რიგი, მე კიდევ მოგსოვე ერთი რიგი, უკუღმა მხარეს და ეხლა წაღმა მხარეს ვარ. აქ უკვე დავაკავშირე მომდევნო თვალს, ანუ კედელი რაც იყო, დავაკავშირე უკვე და ეხლა უნდა გავაგრძელოთ წაღმა რიგზე, სადაც მატებას გავაკეთებთ კიდევ ერთხელ. აბა ვნახოთ, ესე იგი ამ თვალს არ ვეხებით, როგორც წესი და აი მომდევნო თვალის უკანა კედელში შემაერთებელი თვალი. ორი თვალი ნამატის გარეშე. 1 და 2. ორი თვალი ნახევრად ნამატით. 1 და 2. მე უკვე გადავაბი ეს ძაფი, უკვე დამიმთავრდა ერთი გორგალი, მეორე გორგალზე გადავდივარ. და ეხლა აქ უნდა გავაკეთოთ მატება. ასევე მატებას გავაკეთებ ნიშნულის წინ. ანუ მანამდე კიდევ 1. ეხლა ეს მოვახვედოთ, რა თქმა უნდა, უკანა მხარეს, ანუ წაღმა მხარეს არ გამოჩნდეს, ხო? 1 კიდევ ერთი სვეტი, ანუ თვლები თითო ნამატით, ხო, ეხლა უკვე. ესე. ეს მეორე თვალია. და აი ეხლა მესამეში უნდა გავაკეთოთ მატება, იმიტომ რომ ნიშნულის წინ არის, ხო, აქ მატების დროა. ანუ ერთი თვალიდან ამოვიყვანთ ორ თვალს თითო ნამატებით. აი ესე. აი ეს. ნიშნულის ადგილას ჩვეულებრივ ერთი თვალი, ერთი ნამატით. ისე უკანა კედელში შევდივარ, ხო? არ დაგვავიწყდეს ეს. აი ესე. და აქეთ კიდევ 1 2 3 4 აი 4 სვეტი გჭირდებათ. აბა ვნახოთ. ესე იგი წინა რიგში იყო 7. მოგაცრავად, მოდით აქ. აი ნიშნულის მერე გჭირდება მატების გაკეთება, ხო? ერთი თვალი მოგსოვე მხოლოდ. აქ რო გავაკეთე ნიშნულამდე მატება, ხო? შემდეგ ერთი სვეტი მოგსოვე ნიშნულზე და შემდეგი თვალი აქედანაც ამოვიყვან ორ სვეტს, ხო? სიმეტრიულად უნდა გქონდეს ყველაფერი. აი ეს არის ცენტრალური თვალი, აქეთ იქით მატებები გავაკეთე. ეხლა აქ თუ გინდათ თუ გაარჩევთ თვლებს, აი აქ გვაქვს 1 2 ხო, ესე და ეს იყო შემაერთებელი, ორი თვალი იყო თვლები ნამატის გარეშე, ორი თვალი იყო ნახევრად ნამატით და 1 2 ესე იგი 2 იყო, 1 2 თვალი იყო ესეთი სვეტები, ხო, უბრალოდ მატებების გარეშე და აქაც შესაბამისად 1 თვალი 1 ნამატით, მეორე თვალი ესეთივე 1 ნამატით. აი ესე. ეხლა აქ დაგვრჩა ჩვენ ესე 5 თვალი, ზუსტად აქ იქნება 2 თვალი ნახევრად ნამატებით. 1 და 2 და 2 თვალი ნამატების გარეშე 1 და 2 და ბოლო თვალი შემაერთებელი, როგორც ყოველთვის. პირველი და ბოლო თვალი რიგის არის შემაერთებელი თვალი. გადავდივართ მომდევნო თვალს, აი აქ და შემაერთებელი თვალი დავაკავშიროთ მოტრიალით. ეხლა ალბათ უკვე ხვდებით, რომ იქნება მატებების გარეშე რამოდენიმე რიგი. 3 რიგი იქნება მატებების გარეშე, როგორც ყოველთვის. ესე იგი, აქ ამ თვალს არ ვეხებით და აი აქედან უკუღმა რიგში ვარ ეხლა, ხო? აი ნახეთ, უკუღმა რიგია.
პირველი თვალი შემაერთებელი, მეორე და მესამე იქნება თვლები ნამატის გარეშე, მეოთხე და მეხუთე ესენი თვლები ნახევრად ნამატებით. აი ესე და აქ ახლა გვექნება ჩვენ 7 იყო ხო ბოლოს რაც გვახსოვს ხო 7 სვეტი ახლა იქნება 9 სვეტი ანუ ორით იმატებს და 1 ანუ 9 სვეტი თითო ნამატებით ეს ერთი მოგხსოვე მეორე მესამე მეოთხე ნიშნული ადგილი მეხუთე მოდით მოვხსნათ დავაბრუნოთ დაგჭირდება შემდეგი მატებისას მეხუთე ხო მეექვსე მეშვიდე მერვე საკმაოდ ენერგიას მოითხოვს ესეთი სქელი ძაფებით გსოვა და მეცხრე აი ესე თითო ნამატებით 9 სვეტი მოგხსოვე ეხლა აქ ისევ დადაბლდება ეს თვლები ანუ ორი თვალი იქნება ნახევრად ნამატით აი ესეთი 1 და 2 აი ესე ორი თვალი იქნება ნამატის გარეშე 1 და 2 და ბოლო თვალი შემაერთებელი თვალი აი აქ ზოგჯერ ძალიან პატარავდება ეს შემაერთებელი თვალი და კარგად გამოარჩიეთ აი ესე ეს იყო უგუღმარიგი ამიტომ უგუღმარიგის ბოლოში გახსოვთ აი ესე უნდა შემოატრიალოთ წაღმა მხარეს შეხედოთ სად ვართ აი ეს აუცილებლად უნდა ჩათვალოთ აი აქ უნდა შევიდეთ ახლა ჩვენ თუმცა ეს იყო აი ამასთან აი აქ შემაერთებელი თვალი მაგრამ არა უშავს იყოს ჩავთვალოთ როგორც უბრალოდ აქ თქვენ არ გექნებათ აი ზოლი დაგეკარგებათ ამიტომ მოდით მე პირდაპირ გადავალ აი აქ მინდა რომ ეს ზოლი შენარჩუნდეს ნახეთ გაგრძელდეს აი ეს მამასად კარგით უბრალოდ ძალიან დიდი ნახტომი ხო რომ არ გამოგვივიდეს ამის აი ეს ვნახოთ აი ესე არა უშავს ესე იყოს ძალიან კარგია და ვაგრძელებთ ახლა წაღმარიგზე ამ წაღმარიგზე არ გავაკეთებთ მატებას კიდევ უკუღმარიგზე არ გავაკეთებთ მატებას და შემდეგ წაღმარიგზე უკვე გავაკეთებ ხო ანუ სამი რიგის გამოტოვებით ვაკეთებთ მატებებს აი ესე როგორც შევთანხმდით ხო წინაზეც გაჩვენეთ აქ ისე მოგხსოვე როგორც ამის წინა რიგი მოგხსოვე ზუსტად კარგით მე მგონი ხა მე ვფიქრობ რომ ბოლომდე თქვენ გაართმევთ თავს და უკვე გაყვებით თავარია აი რა რაოდენობის რიგებს მოგხსოვთ ახლა თქვენ არჩიეთ ან მე ვფიქრობ ან 20 ან 22 აი ესე ვფიქრობ რომ იქნება კარგი რაოდენობა თუ აი თქვა აგირევათ ხომ ეს ათვალავი ესე გადათვალეთ და ეს შემაერთებელი თვალი ორი თვალი იყო 1 და 2 თვლები ნამატის გარეშე ახლა კიდევ ერთი ნახევრად ნამატის თვალი მჭირდება აი ზოგჯერ შეიძლება ვერ გაარჩიოთ ვერ იცნოთ ხო თვალი რომელი იყო ბოლოს ახლა ისევ სვეტები თვლები თითო ნამატით ესე გაგვთ 9 თვალი 9 სვეტი თითო ნამატით მე ისე იქნება ორი თვალი ნახევრად ნამატით ორი თვალი ნამატის გარეშე და ერთი თვალი შემაერთებელი ბოლოს აი ესე მოგხსოვეთ ეს რიგი შემდეგი რიგი და შემდეგ უკვე რომ მოხვალთ უკვე კიდევ ერთხელ აქ წაღმა რიგზე იქ უკვე მატება იქნება ისევ მატებას გააკეთებთ ნიშნულის აქ წინ და მომდევნოში ანუ აქ წინა და მომდევნო თვალიდან ამოიყვანთ ორ სვეტს ერთის ნაცვლად
ეს იქნება აი ორი რიგის შემდეგ ესე. კარგით, ესე გაყევით, ესე იგი ახლა მატვების გარეშე იქნება ეს რიგი და მისი მომდევნო. აი ჩემი ჩანთა ახლა ესე გამოიყურება, ნახეთ. აი აქ ახლა თუ შეხედავთ 1 2, აი ორი თვალია დარჩენილი აქეთაც. ნახეთ, აი აქ ფაქტიურად ქონდა გაკეთებული და 1 2, აი აქ. ესე გვაქვს. ახლა მე ვფიქრობ, რომ კიდევ ერთ რიგს მოვხსოვ. ახლა ბოლოს რაც მოვხსოვე, აი ეს ბოლო რიგი, აქ გავაკეთე მე მატება. ხო, აი აქ მოუწია, აი აქ და აი აქ, ხედავთ ხო? თუმცა მანამდეც იყო, აი რო არ მე გითხარით, რომ სამი რიგის მერე კიდე მატება არის მეთქი. ანუ როგორც შევთანხმდით, ფაქტობრივად ეს 22 რიგია, მე ხლა ისე ვფიქრობ, შეგიძლიათ როგორ გადათვალოთ, იცი, აი ეს ჩაღრმავების ადგილი და 2-ზე გაამრავლოთ. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10. ფაქტობრივად ეს გამოდის 20 და მე ახობით ახლა აი შემდეგ რიგს ახლა კიდევ მე ესე წაღმარიგი მოვხსოვე მატებით, ახლა რა თქმა უნდა მატების გარეშე მოვხსოვ კიდევ ვფიქრობ ერთ რიგს. აი ესე ნახეთ. ამას არ ვეხებით, აქ ძაფი გადავდოთ და პირველი თვალი როგორც ყოველთვის შემაერთებელი იყო. შემდეგ თვალი ორი თვალი არის ნამატის გარეშე. შემდეგ ორი თვალი არის ნახევრად ნამატით. ერთი და მეორე. და ეხლა მე უბრალოდ ვფიქრობ, რომ აქ როგორც წესი ჩვენ ვაკეთებთ ხოლმე ესეთი თვლებს, გრძელ თვლებს, ხო, თვლებს ერთი ნამატით. ეხლა ვფიქრობ, რომ ცოტა აი ეს რომ მოიღუნოს, კარგი იქნება ოდნავ. შეიძლება პრინციპში ესეც გავაკეთოთ, როგორც მანამდე ვხსოვდით და შეიძლება თქვათ სულ თვლებით ნახევრად ნამატებით და ბოლოს ესე იგი სამი თვალი დავტოვოთ და მოვხსოვოთ თვალი ორი თვალი იქნება ნამატების გარეშე და ბოლოს შემაერთებელი. აი ვფიქრობ, რომ ცოტა მოუხვიოთ, რომ აი სამაგრები კარგად დამაგდეს. თუმცა შეიძლება კიდევ ერთი რიგი და მერე გავაკეთოთ. ნახოთ, აბა, მოდით მოვხსოვ, მე მგონი ისე ჩვეულებრივ მოვხსოვ, იმიტომ რომ კიდევ მე მგონი ითხოვს, რომ კიდევ მოვხსოვთ. ანუ აქ გვაქვს შემაერთებელი თვალი, თვალი ნამატის გარეშე, თვალი ნამატის გარეშე, ნახევრად ნამატით, ნახევრად ნამატით. ეხლა სვეტები, იყოს სვეტებს მოვხსოვ. ფიქრობდი, რომ ნახევრად ნამატებით, მაგრამ ფიქრობ, რომ სვეტები ჯობია. ერთი სვეტი, ორი, ეხლა 11, ეხლა მექნება 11 მქონდა წინა მატების შემდეგ, ეხლა მექნება 13 სვეტი. მოდით ეს იყო შემაერთებელი 2 ნამატის გარეშე 2 ნახევრად ნამატი და 1 2 3 გადავთვალოთ თან. 4 5 6 7 ხა უკვე აღარ დაგჭირდება ეს ნიშნული. 2 4 6 7 8 9 10 კარგად 10 ხან ცოტა მოუხერხებელია, ესე ძალიან დადებული რომ აქ, მაგრამ 11 12 13 აი ესე 13 თვალი და
აი ჩემი ძაფიც მთავრდება და მე მგონი ამისი დავამთავრებთ. ესე იგი 13 გვაქვს. ეხლა იქნება 2 თვალი. 1 2 თვალი იქნება ნახევრად ნამატებით, როგორც ყოველთვის, ხო? 1 და 2 მეორეც ნახევრად ნამატით 2 თვალი ნამატის გარეშე 1 და 2 და ბოლო თვალი შემაერთებელი. აი ზუსტად ესე ზუსტად გვეყურა. კიდე შეიძლება და ერთი რიგის მოგსოვა ფიქრობ, მაგრამ აბა შევხედოთ და ეს შემაერთებელი თვალი, აი ესე და რა თქმა უნდა დავაკავშიროთ მაინც და აი ესე მაინც დავაკავშირებ მე. შეგიძლიათ შემდეგს და შეგიძლიათ წინა რიგს დააკავშიროთ, მოდით ჯერჯერობით არ დავაკავშირებ. აი ეს შევხედოთ როგორ არის. აი ხლა მეგონი კარგი ფორმაა და აი ამ ადგილებში გაკეთდება. ეხლა თქვა თქვენ თუ ძაფი კიდევ დაგრჩათ, მე მაგალითად კიდევ ერთ რიგს გავაკეთებდი. აი ესე. აი კიდევ ერთ რიგს და ცოტას ასე ვთქვათ მოგხსოვდი, აქ თვლებს თითო ნამატით აღარ მოგხსოვდი. ან შეიძლება სულაც ვთქვათ შემაერთებელი თვლებით მოგვექსოვა და ძალიან ლამაზი ის იქნებოდა. მოდით აი მაგალითისთვის ახლა გაჩვენოთ. მე ხა ძაფი აღარ ყოფნის, ამიტომ ვერ მოგხსოვ ამას, მაგრამ აი თქვათ დავაკავშირე მომდევნო თვალს, როგორც ვაკეთებთ ხოლმე, აი ესე. აი ხედავთ ხო ეს? უკანა კედელს, აი ესე შემაერთებელი თვალით. მოკაჯეთ. და აი აქ ახლა ვფიქრობ, რომ კარგი იქნებოდა შემაერთებელი თვლებით სულ ბოლომდე რომ შემოყოლოდით აი ამ რიგს. აი ესე. ნახეთ, ლამაზ კიდეს მიიღებთ მაშინ. აი ეს სულ ესეთი შემაერთებელი თვლებით. მე არ მეყოფა ნამდვილად ძაფი. აი ეს, ნახეთ რა ლამაზი კიდია. და მე მაგალითად გირჩევდით რომ სულაც აი სულ ბოლომდე შეგიძლიათ აი აქ გადახვიდეთ და აქეთაც გამოყვეთ ესე, იმიტომ რომ ეს შემაერთებელი თვლები ძალიან ლამაზ სახეს აძლევს. თან აი უკანა კედელში შევდივარ ხო როგორც მანამდე. აი ესე მე შეიძლება სადმე ვნახო ეს ასეთი მორჩენილი ძაფები ესეთი და მაინც მინდა რომ ასე ძალიან ლამაზი კიდე მიიღება ესეთი გსოვით. აი ესე. სულ ასე შემოყევით, კარგით? აი ესე. ნახეთ როგორი ლამაზი კიდია, თან მყარია. ოღონდ აი აქ რო მიყვებით ბოლომდე შემოყვებით. აი ამასთან შეუმჩნეველი დამთავრებით და დაამთავროთ. აი აქ. მოდით მე მაინც მოვძებნი ძაფს და მინდა რომ გაჩვენოთ ეს დამთავრებაც. ვფიქრობ რომ ეს ძალიან კარგი იქნება თუ ესეთი დამთავრებით გვექნება, შეუმჩნეველი დამთავრებით ბოლომდე შემოვყვები. კარგით, აბა მოვძებნი ძაფს და დაგიბრუნდებით. აი ესე. და შემდეგი თან ჩავაყოლოთ ეს ძაფის ბოლო. ფაქტიურად ეს ახლა შემაერთებელი თვალია და ესეთნაირად ხან ერთ მხარეს უნდა ჩააყოლოთ, ხან მეორე მხარეს, რომ კარგად დაიმალოს ეს ძაფის ბოლო. აი ეს. ესე. საკმაოდ მტკიცე, კიდეს გაძლევთ ესეთი ნაკსოვი. უკანა კედელში შევდივარ და ესე ვგსოვ, ხო? ეს. აი ხლა გულის ადგილას ასევე გადავივლით და უფრო გამტკიცდება ეს ადგილი. აი აქ ჩვენი ბოლო თვალი. ეხლა გადავიაროთ
აი აქ. შემდეგ აი აქ. უკანა კედელში, აქაც უკანა კედლებში რომ ის ნახეთ, აი ესეთი რგოლი, ხო, ხაზი ესეთი დარჩეს. ეხლა ამას არ შევეხები. ხო, აი აქ პირდაპირ. აქეთ მხარეს. ისე შემაერთებელი თვალით და გადავიდით აქეთ მხარეს. აქაც ასევე. ეხლა აქ დააკვირდით, როგორც გირჩევნიათ. ვფიქრობ, რომ აი ესეა. შევა. მედია რო ჩანს ახლა ეს ყველაფერი. ცოტა მოვშორდი მე, მაგრამ მედია რო ჩანს. აი ესე. თან ესეთ რაღაცნაირად ცოტა კრავს ჩამთას ეს კიდე და ამიტომ გირჩევთ ნამდვილად. აქაც გადავივლით გულის ადგილას და აი აქ დავამთავრებთ, ხო? საიდანაც ეს ბოლო რიგი დავიწყეთ. ვნახოთ, აი აქ. ახლა დააკვირდით. აქ უკვე ვიყავი, ამიტომ პირდაპირ აი აქ გადავალ. შემდეგ აი ეს. ხო? და ახლა შევხედოთ. აი ეს გამოვიყენოთ, მოდით, იმიტომ რომ ძალიან ისე ჩანს ეს ძაფი. აი ეს ძაფი. ამის გავლით ჩავიდეთ. აი, მე მგონი დაინახეთ ხო სად იქ კიდევ რაღაც ესეთი ხრელი იყო და აი ჩავედი. აი ესე მორჩა. ახლა უკვე დავამთავრე ესე ეს ძაფიც პრინციპში მეყო. აქ მოდით მოვჭრი. ის ცოტა გრძელს მოვჭრი. გამოვიტანოთ ბოლომდე ეს ძაფი და აი ახლა პირველი თვალი აი აქ მინდა რომ ესე შეუმჩნეველი დამთავრებით დავამთავროთ. ჩაიტანეთ ეს ძაფის ბოლო და შემდეგ აი საიდანაც ამოვიდა, აი აქ ხო, აქ უნდა ჩავიტანოთ, თუმცა მარტო ამ ძაფში კი არ შეხვიდეთ, ცოტა ქვემოთაც. აი ესე და აი ეს. ხეთ, აი აქედან ამოვიდა, იქი ჩავიტანი და ახლა ისე იგივე თვალში ჩავიყვან. აი ესე. აბა შეხედეთ, აი როგორი შეუმჩნეველია ხო გადასვლა. იქ რა თქმა უნდა ძაფის ბოლოს შიგნით შეგიძლიათ კიდევ გამოატაროთ. აი ესეთი ნიშა რა გვაქვს ახლა ჩვენ. ძალიან ლამაზია. ცოტა მოდიფიკაციები არსებობს ამ ჩანთის. შეგიძლიათ გულში ცოტა სხვა ტიპის ის გააკეთოთ ორნამენტი. ასევე შეგიძლიათ აი ეს თვლები ცოტა სხვანაირად. ეხლა ამ სისქის ძაფს ასე უხდება. ასეთი ნაკსოვით. ზოგჯერ აქ სულ მთლიანად ნახევრად ნამატებით აკეთებენ ხოლმე. ანუ იწყებენ შემაერთებელი თვებით, მერე ნამატის გარშე, შემდეგ ნახევრად ნამატით. ზოგჯერ შემაერთებელი და ნამატის გარეშე საერთოდ. აი ესე, მაგრამ ეს გააჩნია ძაფის სისქეს. კარგი, და ეხლა ეს ჩვენი ძაფი მოდით გავხსნათ. ეხლა ფიქრობ, რომ ცოტა თხელი მეჩვენება ეს რითიც ამაქვს აცმული და პრინციპში მე ისეთი ძაფი მომრჩა, რომ შეიძლება აიგივე ტიპის ძაფში გავატარო და თან გაჩვენებთ, აბა იმედია რომ გაივლის ახლა ეს. კი. ესეთი ცოტა ნაკლები დიამეტრის ბურთულებია, მაგრამ აი ესე რომ გაატაროთ, აი ესე ჯობია, მე მგონი იგივე სისქის ძაფში იყოს და თან ძალიან არ იმოძრავებენ. კარგი, ამას ახლა მე ავაცვამ და დაგიბრუნდებით, უბრალოდ მივამაგრებთ ჩანთას. აი ეს უკვე ავაცვი, ესეთ უფრო სქელ ძაფზე და ეხლა ჩვენ გვინდა ეს ძაფი
ფაქტია, ჩვენ უნდა დავაკავშიროთ აი ამ სამაგრის, აი ამ ბოლოს, ნახეთ, აი აქ. რომ ეს ამითი თვითონ აი ამ ჩანთაში უნდა შევიყვანოთ ეს ცხვირი და მეორე მხარე, აი ეს იქნება სამაგრი აი ამ ძაფისთვის. ეხლა მე ვფიქრობ, რომ ამისათვის ეს საკმაოდ სქელი ძაფია და ჯობია რომ გავყოთ ეს ძაფი. თქვათ, აი ესე. ნამდვილად შეიძლება ესე გაკეთდეს. ცოტა დავანაწევროთ და ისე გავატაროთ. აი შეიძლება 2 და ის მესამე 3 წვერია როგორც ხედავთ. მესამე წვერი შუაზე გავყოთ და აი ესეთნაირად ერთი აი ეს საკმაოდ დიდი ყაისნაღი, ცოტა პატარა ყაისნაღი გვინდა. გავატაროთ აქეთ. მეორე წვერი პირიქით. ნახეთ. ანუ 2 წვერი გამომივიდა ახლა მე. ხო, ეს კიდე აქეთ. რომ ასე ვთქვათ, დაიკავოს კარგად, ხო? აი ეს. და ფაქტიურად აქ კარგი იქნება თუ კვანძს გააკეთებთ. ცოტა ის შემოვატრიალოთ, რომ ეს გრეხილი ცოტა დაგაიშალოს. აქ კვანძი კარგი იქნება. და მე უკვე თვითონ ესე იგი აი აქ შიგნით გავატარებ უკვე ამის ძაფის ბოლოს. საკმაოდ სქელი ძაფია კი ნამდვილად. თხელი ძაფი ჯობდა, მაგრამ რაღაც ესე ვფიქრობ, რომ ჯობია სქელი ძაფით. ეხლა ეს ძაფის ბოლოები უნდა შევიყვანოთ შიგნით. აქ უკვე შეგვიძლია მოვჭრათ ახლა ეს ჩვენი ძაფის ბოლოები. და ესეთი პატარა მაგრადლით. ესე. მოვჭრა. ხა უკვე ზემოდან რომ დაეფარება და მომდევნო ბურთულა უკვე აი ესე. ეხლა ესეთი ოპერაცია უნდა გავაკეთოთ მეორე მხარეს. ეს ბოლოებიც მზად გვაქვს და ეხლა დავამაგრებთ. ესე იგი აქ მე ვფიქრობ აი ესეთი მიმართულებით, თუმცა თლად კიდეზე არ მინდა ცოტა სიღრმეში ოდნავ აი აქ. და რა თქმა უნდა ჯობია რომ იყოს ცენტრალური. აი სადაც მატებებს ვაკეთებთ იმის ორ მატებას შორის რომ იყო ხო თვალი ნიშნული სადაც ქონდა ხოლმე ეს თვალი კარგი იქნება თუ ნახავთ იმ თვალს და აქეთ ეს ტრიალებს აი ეს თავის იმის გარშემო ამიტომ მაინც ესე არ არის საჭირო ესეც რომ გააკეთოთ მაინც კარგად დადგება ხო აქეთკენ არ გვაქვს ესეთი ადგილი ნახეთ ესეთი ადგილი გავაკეთოთ სადღაც ცოტა სიღრმეში ვფიქრობ მაინც აი ესე დეთ მე ხა შევხედა აი ესე კი ეს კარგია აქ შეგიძლიათ მაინც ჩამკიდი გააკეთოთ თუ გინდათ მე ვფიქრობ რომ მაინც კარგი იქნება თუ მაგინტურ ჩამკეთს დაამაგრებთ თლად ღიად რომ არ იყოს ესე აი ეს არის ჩვენი ჩანთა მოკლედ ძალიან კარგი ჩანთა არის. ესეთი პრინციპში ახლა ზღვისთვისაც შეიძლება უბრალოდ ის პირსახოცებისთვის არ არის უბრალოდ ისე ზღვის ნაპირას შეგიძლიათ ისეენოთ ესეთი ჩანთი და მგონი ესეთი ხის ბურთულებიც უხდება. აი ეს. ეს ჩანთა გვაქვს. კარგი, დაგემშვიდობით მომავალ შეხვედრამდე.